ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს ხვალ ბოსნიის ეროვნულ ნაკრებთან. მოგებით ჩვენ უკვე გავალთ ჯგუფიდან და გავამგზავრებით რიგაში, რაც ჩვენი მიზანი იყო პირველივე დღიდანვე და ამაზე რაც ოცნებობთ ჩვენ მოთამაშეები, მწვრთნელები და მთელი ჩვენი ჟურნალისტები და ჩვენი ქართველი გულშემატკივარი, ვინც ამას ელოდება ხვალინე დღეს ამ ბოსნიის თამაშსა და იმედია რომ მთელი ეს ჩვენი პერიოდი უკვე თვენახევარია, ერთად ავართ, ვარჯიშობთ, თამაშობთ და ეს შრომა დაგვიფასდება და რისთვისაც აქ ვართ, იმას გავაკეთებთ, რომ ჯგუფიდან გავიდეთ და ნახოთ წინათ ვისაუბრე ბოსნიის ეროვნულ ნაკრები მართლაც ძალიან კაი გუნდი ყავთ, ძლიერი მოთამაშეები ყავთ. ბოლო თამაშია მოგხსენება და ასე კარგი არაფერი არ აქვს, არც ერთ გუნდს ორივე გუნდი გამოვა. შიერი როგორც სიტყვიან ესე და ჩვენს ბიჭები ყველანი მზად ვართ ფიზიკურად, მენტალურად რაც თავარია. და ვეცდებთ რომ ეს ფიზიკური დუელებიც როგორც ეს პენთან მოვიგეთ, ისევე მოვიგოთ აქაც ამ მატჩიც იგივე ფარზე ბრძოლა იქნება, ეს შეტევაში მოხსნები იქნება თუ დაცვაში კარგი თამაში და პერიმეტრის გადაკეთება. კი, ნუ ჩვენი თავი მიზანი იყო რომ ბოლო თამაში ხათული ყავით ჯანმრთელად და ვფიქრობ სამსუნო შტამმა და ექიმებმა ყველაფერი იმის რომ ყველა მოთამაშე ყოფილიყო 100% ჯანმრთელი ამ თამაშისთვის იყო რაღაც ცვლები, რაც შეიძლება ხალხში თავიდან მოყოლობა გამოიწვია, თუმცა ვფიქრობ თვითონ მასტორი და სკოლები გააკეთეს, სწორად გადააკეთეს ყველაფერი და ეხა ბოლო თამაში ყველანი მზად ვართ. ყოფნაში ერთელი გუნდი და ვეცდებით რომ ბოსნიას დავხვდეთ ისე როგორც საჭირო და გავახაროთ ქართველი გულშემატკივარი.